როგორც 15 წუთის წინ დაგპირდით, პირდაპირ ეთერში გთავაზობთ გორის არა სტეფან წმინდის ყაზბეგის. ძალიან პრინციპულ და საინტერესო მატჩს, ვინაიდან ორივე გუნდს აქვს მხოლოდ მარცხები პირველი 3 ტურის შემდეგ და იყოფენ ბოლო და ბოლოს წინა ადგილს. ამიტომ მნიშვნელოვანია ძალიან დღევანდელი შეხვედრა. დავიწყებ გაგაცნობთ გუნდების შემადგენლობას, მე დავიწყებ გორის შემადგენლობით. პირველი ხაზი ასე გამოიყურება: მიხეილ ორაგველიძე პირველ ნომრად, დიმიტრი ხურცილავა 2 და 3 ნომერი ნიკა ნაზარაშვილი. მეორე ხაზში არიან ვანო ბურდული და ვლადიმერ გოგოლიძე. მესამე ხაზში 6 ნომრად საბა ჟღარკავა, 7 პაატა გალდავა და 8 ნომრად რატი ჟორჟოლიანი. ღერც გაამაგრებენ ლევან ხუციშვილი, სერგი ჩხაიძე. 12 და 13 ნომრები იქნებიან მამუკა ნინიძე და აპიმელეკი ნაბოლეკა. ფრთებიდან გიორგი ჯობავა და დავით თვარაძე შეუტევენ, ხოლო 15 ნომერი გუნდის კაპიტანი ნიკა ბიცაძე დაუბრუნდა გუნდს და გაირჯება ძირითად შემადგენლობაში თამაშის დაწყებიდანვე. სტუმრები სტეფან წმინდის ყაზბეგი, გიორგი ზაგაშვილი, ნიკა ბაბუნაშვილი, ლევან გომიაშვილი, პირველი ხაზი ლუკა ჩქარეული 4 ნომრად კაპიტანი იქნება, ვატისონი ვინგა ნისარავი 5 ნომერზე, 6 ნომერი მიხეილ ახობაძე, გიორგი ხუროშვილი 7, 8-ზე რობერტ სავოიანი. ლუკა დვალიშვილი შერკინების ნახევარმცველი, ლუკა სახელაშვილი 10 3 ლუკა ყავთ, ესე იგი ალებეგაშვილი 11, სირილო ლოვოკორო 12, 13 გიგი გიგინეიშვილი, ლევან ქუშაშვილი 14, ფულბექი კობა ირემაშვილი გუნდის მენეჯერი, გიორგი გელაძე და ოთარ ბარკალაია გუნდის მწვრთნელი. ხოლო რაც შეეხებათ მატჩის ოფიციალურ პირებს, ცენტრიდან სულხან ჩიხლაძე მოიმსახურება დღევანდელ მატჩს, გვერდებიდან მას გიორგი ირემაშვილი და გიგა სხილაძე დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი ანა პოგოსიანი, დელეგატი კი ნიკა გალუზინსკაია. დაიწყო თამაში, ბურთი გორის გორმა შეიყვანა და რა კარგად გამოიყურება გორის მოედანი, ალბათ დამეთანხმები ლუკა მშვენიერ კონდიციაზე. როგორ იგრძენი თავი შენ უნდა გითხრა გახსნით თამაში ხო შენ ჩაატარე? ძალიან კარგად ფათაშორის მშვენიერი მოედანია. ალბათ დღესდღეობით ავჭალის სარაგმო მოედანი თუ შეეცილება უკეთესობაში გორის მოედანს. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ დატვირთვაც ყველაზე ნაკლებია. რა თქმა უნდა, ავჭალის მოედანს დატვირთვა ძალიან ნაკლები აქვს, შეიძლება ესეც ითქვას. პირველი დერეფანი, სადაც გორცილავა მოაწოდებს ბურთს, ვერ მოხერხდა დერეფნის კარგი მოწოდება, რაც შეუთანხმებლობა იყო აგუნდელებს შორის. ყაზბეგს კარგი შანსი კონტრშეტევისთვის. ახალს ჩაუვარდა ხელში. თამაშგარისთვის დაჯარიმდა გორის პირველი ნომერი, როგორც ანიშნებს სულხან ჩიხლაძე. და პირდაპირ კარებში მიუთითეს ხმა უნდა. სტეფან წმინდელებმა სამი ქულის აღება უნდათ. გაახსნან იქნება ანგარიში. ლუკა სახელაშვილი ეცდება ანგარიშის გახსნას მატჩის პირველი წუთისთვის. ჩვენც სიჩუმე შევინარჩუნოთ, ნახე როგორ გაისუსა მოედანი გორში. იზლანდიაში გეგონება თავი. კარგია ეს თუ დაიმკვიდრებს ეს ტრადიცია, ხო, ტრადიცია, კი, თავს თუ დაიმკვიდრებს ჩვენთანაც არ იქნება ურიგო ალბათ. მაგრამ იმ შეძახილებსაც თავისი ესე ვთქვათ მუღამი აქვს, როცა უშლიან დამტყმოს ხელს. 3-0 მოახერხა სახელაშვილმა ანგარიშის გახსნა, ყაზბეგი დაწინაურდა დღევანდელ მატჩში ჯარიმით. ნამუკა ნინიძე შეიყვანს მეორედ უკვე ბურთს თამაში. მაგარი დაწყება უკან ვარდება ბურთი. ყაზბეგელებს კარგი ბოჭვა გორელების შესრულებით და კონტრაქტს ცდილობენ. კაი ბოჭვა მორიგი. ნახეთ ფეხით უნდა გავიდნენ წესით. სტეფან წმინდის მორაგბეები, ასეც პროფესორ მაღალი აბრაგანი ასწია.
დაფარება იყო როგორც ჩანს და ახლა უნდა გადაგორდეს ყაზბეგის მოთამაშე. კარგია, ასეც იქცევა იგი ხუციშვილი ბურთთან. შეუკრავს თმები ხედავ შენ. თან როგორ ორიგინალურად. ხო, შეუნელდათ ბურთი და არ გადაგორების გამო დაჯარიმდა სტეფან წმინდის ყაზბეგი და კიდეზე გადავლენ ალბათ გორელები. ამუკან ნინიძე იმართავს ბურთს აუტისკენ, ვიცით მისი ძლიერი ფეხის, ძლიერი და ზუსტი ფეხის შესახებ. ნახოთ ამჯერად როგორ მოახერხებს ის გამოიჩინოს თავი ამ კომპონენტში და შვენივრად მოახერხა, შეიძლება ესე ითქვას, 22-ში შევიდა. ამუკან ნინიძის დარტყმის შემდეგ 22-თან მივიდა უბრალოდ გორის გოლი. შვენიერი აუტი ამჯერად გორის შესრულებით, კარგად დაძრეს მათ მოლი. ბურთი თუ ჩანს, ხოცად არის. შეაჩერეს გორელების მოლი. და საბოლოო ჯამში ძირს წავიდა და შეინარჩუნა გოლი. კარგად ითამაშა ხუციშვილმა ამ შემთხვევაში. ჟორჟოლიანი მიეძალება ახლა მეტოქეს. და ეს აიღე და მიეძალეს. მიყვეს ხელი გორელებმა. ჯერჯერობით წინსვლა კარგი არ უჩანს. კარგ გოჭვას აკეთებს ძალიან. ზაგაშვილია თუ არ ვცდები. ესე მონოტორულად ნელ-ნელა მიიწევენ წინ გორელები, მარჯვნივ ხაზზე გავიდა ბურთი საბოლოო ჯამში და შეგორება მოკლე, სადაც უქმს ხდის, დაიცვა ლელო სტეფან წმინდის ყაზბეგმა და იქნება ლელოს ხაზიდან განახლება. სახელაშვილი გამოვა ახლა მისი ლელოს მოედნიდან არ ეკნით. სავარაუდოდ შორს, რაც შეიძლება შორს დაატყოს ახლა ლუკას სახელაშვილი ბურთს. ჩარკავა ზეულად განან ჯერჯერობით ახლა წავიდა ძირს საბოლოო ჯამში რაკი მარჯვენა ფლანგზე წამოვიდნენ ურქინა ნაზარაშვილმა და მარცხნივ გაქვს უციშვილს აქ უზუსტობა რაღაცა ჩაუვარდათ ბურთი სტეფან წმინდელებს საბოლოო ჯამში და რას იზამენ თვალიშვილი იქვე მორკინალები მოძებნა დაარტყმევინა ვინგანის არავის ვატისონი დაუძახოთ თორე კი ბატონო ეგრე ჯობია ალბათ მე რამდენი ბოჭვას აკეთებს ბურდული ვხედავ და ბოლომდე ჩავლენ ახლა სტეფან წმინდელები აკრიფას ისრაფე გაჭრეს ხაზი კარგია ლოვოკურო თვალიშვილზე გადმოვიდა კარგი მიყოლა იყო იქ ლუკას შესრულებით მარჯვენა ფლანგზე არც თუ ისე კარგი გადაცემა მაგრამ სახელაშვილმა ბურთი და უკანა ხაზში დგანან რა თქმა უნდა გორელები ხუციშვილი ურტყავს ბურთს მოეჭრა მოედანი მოიგეს აქ სტეფან წმინდელებმა საბოლოო ჯამში მოეჭრა ცოტა ბურთი ხუციშვილს კარგი პლასტარმი აქვს ახლა სტეფან წმინდის ყაზბეგს თავის შეტევის გასავითარებლად რა ხდება რატომღაც პაუზაა მიხეილ ორაგველიძეს გვაჩვენებენ ახლო კადრით
ორი ხელით მოიგეს. სად არის ბურთი ძნელი დასანახი და ალბათ გაიჭედება კი ბატონო. და თავისუფალი დარტყმა ეგოთ გორელებს. სერგი ჩხაიძე ბურთით ხელში, ალბათ გადავა ფეხით. გადაწყვიტა სერგი ჩხაიძემ არ დაერტყა საბრძოლო ფეხი აქედან, დაარტყა შორი. თუმცა ყაზბეგელებს აქვთ ახლა შეხვედრისთვის დრო და სივრცე. ნახოთ რას მოიმოქმედებენ ყაზბეგელები. კიდევ ერთი გაჩერება თამაშის. წინ თამაშის უკრესობა დააბრუნა სულხან ჩიხლაძემ. მე-10 წუთი მიმდინარეობს 0-3. სტეფან წმინდის ყაზბეგი არის 3 ქულით წინ. პირველი შერკინება მატჩში საინტერესოა, როგორ წარიმართება ამ ასპექტშიც. ხო, წინა თამაშმა გავაკვირა, რომელ წუთზე იყო შოთა 33-ზე თუ 35-ზე სადღაც ეგრე იყო პირველი შერკინება. ეგეთებიც ხდება ხოლმე. კი. საერთოდ ალბათ სულ 5-6 შერკინება იყო წინა თამაში. 4 თუ მე როგორც მეორე ტაიმში ვეღარ მოვასწარი დათვლა უკვე, მაგრამ ხო, რაღაც ეგრე იყო. 5-6 იყო მე მგონი ჯამში. ამდვილად აქ ჩანდა რომ ყაზბეგელები ცოტა სივრცეში გადმოდიოდნენ. რაც არ უნდა მიიღოს სულხან ჩიხლაძე და ასეც მოიქცა, მისცემს ახლა ის მითითებებს პირველ ხაზელებს. პოზიციაც იცვალა და ვნახოთ, აი შემდეგიც თუ არ მოეწყო, დარწმუნებული ვარ ვიღაცა დასანქცირდება შოთა. ვიღაცა დასანქცირდება და ვეღარ შევა. ევროპაში. აი, ესე კარგად ათამაშებს იქ. დროიხელთა ლუკა დვალიშვილმა ბურთისთვის და შვენივრად გამოიყურება ეს შერკინება და სწრაფად გაიტანა ეს ყაზბეგის მორაგბეებმა. და უმისამართო გადაცემა. დიმა ხურჩილავა მივა კლავ ბურთთან და აგდებს მისი გუნდის მორიგ დერეფანში. სრული დერეფანი გორელებს. თამაშია რატო ხმაურობს ხალხი ვერ მივხვდი ჩხაიძის მაღალი აბრაგანი და კარგი დარტყმულია ძალიან იმიტომ რომ 22 მეტრიან ზონაში არ შევიდა თუ შეგნით ნუ სულხანი უფრო ახლოს არის შოთა და მე შეგნით იყო გვეუბნება აუჯეროთ ჩვენ გარედან მოგვეჩვენა ყოველ შემთხვევაში კი ბატონო სამწუხაროა რომ ამ მატჩში არც ვიდეო რეფერი ყავს არც განმეორების ფუფუნება არ გვაქვს ამიტომ ჩვენც ისევე როგორც საჯებს მოუწევთ ერთი შეხედვით ყველაფრის განახვა და შეფასება. მორიგი დერეფანი გორელები შემოაგდებენ. ხურცილავა დიმიტრი იკიცრებს ამას. მე მგონი მეორე ხელით რო ეწია სულთად მოიგებდა აქ. გაუმართლათ ახლა გორელებს ჩხაიძეს რამხელა დარტყმული. შედის ბურთი და გადაცდება. კი, გადაცდა ყველას და ყველაფერს და იქნება დარტყმის ადგილიდან შერკინება.
ისეთი სიძლიერი დაარტყა ახლა ჩხაიძემ ბურთს თითქოს ეთყობოდა თავიდან. გაუბრასდა მე მგონი ბურთს და ამოჰკრა მთელი ძალით ფეხი. ბურთმაც ეგრე არ უნდა გაბრაზებაო და აიღო და გადაცდა ყველაფერს და იქნება მეტოქის შერკინება დარტყმის ადგილიდან. ნახოთ წინა შერკინებაში თითქოს ჯობდა გორი დაძრეს და სწრაფად გაიტანეს სტეფან წმინდელებმა ბურთი. ნახოთ ამ შერკინებაში რას მოიმოქმედებენ წითელ მაისურში გამოწყობილი მორაგბეები. ისო სწრაფად გამოაგზა აზბეკს ბურთი. და უხრა კარგი გადაცემა შიგნით, მაგრამ ვერ აიღეს კარგად და მორიგი შერკინება იქნება. კაი ბოჭვა იყო აპიმელეკი ნაბოლენკას მხრიდანაც. იგი ნამდვილად გამორჩეული იყო გასულ სეზონში პირველ ლიგაში, როდესაც იყო გორი მათ შემადგენლობაში. ისიც და მეორე ფიჯელი მოთამაშე რაფაელე ტუნიდაუ, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში მარკაფიდან შემოვა. დიდი წვლილი ჰქონდათ ამ ორ მორაგბეს გორის უმაღლეს ლიგაში აღზევასთან. ამჯერად გორის შერკინება. ნამდვილად სასიამოვნოა, როცა ვხედავთ ესეთ კარგ შერკინებებს და ესეთ კარგად გასულ ბურთებს, ბიწაძე ეძალება ახლა. მეტოქეს გაამაგრეთ გორელებმა რაკი. ასტრაფია! ვერა უხტა ახლა ნაბოლეკას ბურთი, მაგრამ აუხტა საბოლოოდ მაინც და გალდავა გაიტანს მატჩის პირველ ლელოს. რასი სწრაფით ასწრებდა, დავინახეთ ნაბოლენკა მეტოქეს. შეიძლება ითქვას, რომ შვენიერი ლელოს გატანა მოახერხეს გორელებმა მატჩის მე-16 წუთზე და გავიდნენ ანგარიში წინ 5-3 და ველოდებით გარდასახვას. ამუკან ნინიძე ეცდება შემატოს ორი ქულა მის გუნდს. არ გაჭირვებია ნინიძეს ამ გარდასახვის შესრულება, ანგარიში გახდა 7-3 გორის სასარგებლოდ. ცენტრიდან განაახლეს სტეფან წმინდელებმა. ჩხაიძე ძლიერი დარტყმით. ჩხაიძეს კარგი ძლიერი ფეხი აქვს, ვერ უწია ბურთმა აუც და მოაქვს რამხელა სივრცეში ბურთი. უყდა იქ კარგად შეუვარდა ფეხებში, მაგრამ მაინც გაცდა მოწინააღმდეგეს და ხელდახელ უტევენ სწრაფად სტეფან წმინდელები, ამოგდებაც კარგია. რემაშვილი ინარჩუნებს ბურთს საბოლოო ჯამში და კარგი ამოწევა, ძალიან იქ პატა გალდავას მიერ, თუ თამაშგარეში არ იყო, მაგრამ როგორც საჯები უწყებიან, თამაშგარე ყოფილა.
ლუკა სახელაშვილი ბურთთან. ვერ მოახერხა სახელაშვილმა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთის კარში მოთავსება. ანგარიში უცვლელი რჩება 7-3 გორის სასარგებლოდ და გორელები გამოვლენ საკუთარი 22-დან. ახლა არეკნით გაათამაშებენ ბურთს. ბიწაძემ როგორ სწრაფად და ჭკვიანურად გაათამაშა, ხედავთ, მაგრამ გამოვიდა ბურთით ჩხაიძე. ნაბოლენკა რა სისწრაფეს ავითარებენ თვარაძე. კარგი სწრაფი შეტევა გორელების შესრულებით. ნახოთ რას მოიფიქრებენ ამჯერად ისინი. მიიღეს უპირატესობა გორელებმა, ბოჭავმა არ გაუშვას გულისთვის დაჯარიმდნენ, თუ არ ვწდები ამჯერად ყაზბეგელები ხურცილავას კარგად დახვდნენ ყაზბეგის პირველ ხაზელები. აუტისკენ უმიზნებს ისევ მამუკანინიძე, არ ურტყავენ გორელები კარში. და ახლოს მივიდნენ ახლა მასპინძლები მოწინააღმდეგის ლელოსთან, სადაც 22 მეტრიან ხაზთან ახლოს აქვთ, ჩამოგდებათ თუ ისე კარგი და უვარდებათ წინ. ასეთ შანსები ალბათ უფრო უკეთესად უნდა გამოიყენონ. რა თქმა უნდა. იანურად თამაშს მივესალმებ. ნამდვილად და სწორი სავსების სწორი მოწოდება არის ახლა. მან ჯარიმა არც ერთი გუნდისთვის არ არის ხელსაყრელი. პრინციპში არც მან და არც არსად ალბათ. არა, ნამდვილად. როგორცაც აქეთ ხარეს აქ შერკინებას პრობლემები, მეც ესე მეჩვენებოდა სხვათა შორის სულხან ჩიხლაძესაც არ გამორჩენია ეს ყოველივე და მოინაცვლა ისევ პოზიცია და დაუდგება აქედან პირველ ხაზელებს. მიაწნენ სად ახერხებს ყაზბეგი ბურთის გატანას წნეხიდან. დარტყმული გამოუვიდა, ეხა საიდან სადა მოვიდა თამაში, ვხედავთ სულ რაღაც ერთი კარგი დარტყმულით. ოცდამეოთხე წუთია ჯერჯერობით ისევ 7-3 იგებს მასპინძელი.
ხოცეშვილი ბურთთან. მარჯვენა ფლანგზე მორკინელები აკეთებენ ერთ დარტყმას და ხოცეშვილი მე მგონი თავად გავა ფეხით. 22 მეტრიან ზონას გარეთ არიან. ხელები რო გაეწია თუ დაუძახეს რო არის თამაშო. ხო. ფანტასტიკურად თამაშობს იქ ჰაერში. ქუშაშვილი. აჯობა ვიზავის ქუშაშვილმა პირნათლად შეიძლება ითქვას ხოცეშვილი სწრაფად გადის ბურთი. ხაზში გადაწყვიტეს ყაზბეგელებმა შეტევის გადატანა. ლოვოკურომ შეუტია და ჯერჯერობით ფეხს ედგა, ახლა წაიყვანეს ძირს. თვალიშვილი და იქ კარგად ამოწიეს ხაზი გორელებმა ბოჭვას შვენიერი შეასრულეს ისევ თვალიშვილი ზუგს უკან. გრძელი გადაცემა მარცხენა ფლანგზე ყავთ აქ თანაგუნდელები. ბაბუნაშვილი კარგად წავიდა წინ, ლომათი არა. თვალიშვილს როგორც სწრაფად გააქვს რაკებიდან ბურთი და შანსი გორელებს და ვერ ახერხებს. ოჰოჰო. აი ეს უკვე არა, ეხლა წაქცეულკას ზედ არ უნდა დაადგე თავს. არც მამუკანინიძეს მოქმედება იყო მთლად. თვალშისაცემი მოუქნია სახელი მოუქნია, კი ბატონო. არ მოხვედრია რა თქმა უნდა არავის, მაგრამ არც ერთ მოთამაშეს არ დაუკლია მოკლედ. არც ისე თვალშისაცემი მოქმედებები. ვიღაცას ბარათი უნდა, ვის წინააღმდეგ უნდა ეგეც და კონკრეტულ სამ გაიგაცა. ძალიან გაიწელა ეპიზოდი. გიგი ირემაშვილიც აკონტროლებს სიტუაციას, არ მოშორებია გვერდიდან. სულხან შიხლაძეს რამე რომ არ გაპარულიყო. და აი საჯა ხრიზარტყმისთვის როგორც ჩანს. ყაზბეგის 12 ნომერი და დარჩათ საბოლოოდ ბურთი გორელებს. თუმცა რომ არ ყოფილიყო ეს ხრიზარტყმა, იქ წინვარდნა იყო მამუკანინიძეზე და რომ ყოფილიყო მომთბენი პატივცემული ნახავი მოგახსენებთ უკაცრავად სახელის დამახსოვრება ესე მარტივად ვერ მოხდა სირილო ლოვოკურო რომ ყოფილიყო ცოტა უფრო მომთბენი იქნებოდა მისი გუნდის შერკინება ამ შემთხვევაში და არა ჯარიმა მეტოქის. ნახოთ რას მოიფიქრებენ გორელები, დიმა ხურცილავა ისევ ბურთით ხელში. კარგი პლასტარმი კიდევ ერთხელ მის გუნდს რომ წამოიწყოს შეტევა. შვენიერი დერეფანი მოლი დააყენეს გორელებმა, დამთავრებულია რა თქმა უნდა ეს დერეფანი. იწევენ წინ, იგივე მოლია, კარგი სიჩქარეც კი შეიძლება ითქვას რომ აკრიფა, მაგრამ კარგები არიან ყაზბეგელების ახერხებენ მეტოქის შეჩერებას. გამოვიდა ბურთი ხაზში. და აქ დაკარგეს კონტროლი, მაგრამ უკან თამაშია სულხან შიხლაძე გვამცნობს და გადაელოცათ ბურთი სტუმრების ყაზბეგს. აი ჭრაკ ირემაშვილს ბურთი
შემოვარდა აპი მელეკი მშვენივრად ეძალებიან გორელები, კარგი დამატებითი პასი, მაგრამ რა კარგად დახვდნენ ჟორჟოლიანს, ხედავთ ბაბუნაშვილი, თანაგუნდელები იყვნენ ბაბუნაშვილი და ჟორჟოლიანი. საკმაოდ დიდი ხანი და იცნობენ ალბათ ისინი ერთმანეთს მშვენივრად, მოედანის ცნობას გულისხმობ, რა თქმა უნდა. ბურთი ხელმისაწვდომია. აზარაშვილი. ეს ეძალებიან რქებით გორელები, ხედავთ და ვერც დიდად წინ ვერ მიიწევენ. ბოლო 3-4 ფაზა არის, გამოვიდა ბურთი ხაზში, ჩხაიძე. და სახიფათო კონტრშეტევა ვნახოთ ვინ იქნება ბურთთან პირველი. ახობაძის სისწრაფის შესახებ კარგად ჩაუწვა, მაგრამ პირველი იყო ჩხაიძე ბურთთან. მიაცოდა კარგად ჩაუწვა. გალდავა, ყველგან არის გალდავა. მარჯვნივ გავიდა საბოლოო ჯამში, კარგი ბოჭვაც დაახვედრეს იქ სტუმრებმა. ეს ბურთი ვერ გამოვა, რა თქმა უნდა, დავეთანხმებით საჯის გადაწყვეტილებას. ახობაძე უადგილზე იყო ჩარჩენილი, დიდად არც გადაგორების მცდელობით მოუკლია თავი და ხუციშვილი სწრაფად ათამაშებს ბიწაძე ბურთთან. თვარაძე ბურთზე უნდოდა თამაში სახელაშვილს, მაგრამ ბოლომდე არ გამოუვიდა ამის გაკეთება. ცოტა ქაოსურია ეს შეტევა. აი ბოჭვა გიგინეიშვილის შესრულებით გადამოდეს უკან აპიმელეკი ნაბოლეკა. ხურცილავა. რა კარგ დაცვას თამაშობს ყაზბეგი ბოლო რამდენიმე ფაზის განმავლობაში უკან მოყავთ მეტოქი. მორიგი უპირატესობა გორელებს კიდევ არ გადაგორებისთვის ისჯება სტეფანწმინდის ყაზბეგი. არ ვიცით რაზე ესაუბრება ახლა სულხან ჩიხლაძე კაპიტანს. სამწუხაროდ არ გვაქვს მაგის ფუფუნება რომ ეს გვესმოდეს. ვერც იმას გეტყვით ახლა გაფრთხილება მიცა გუნდს თუ უბრალოდ დაესაუბრა რაიმე კონკრეტულზე, ამიტომ მიუყვეთ უბრალოდ თამაშის დინებას. და ჯარიმა საბოლოო ჯამში. და ნინიძე გზავნის ბურთს კიდისკენ. მაქსიმალურად ახლოს უნდა მივიდეს ლელოსთან. წუთი მატჩის და ანგარიში კვლავ უსვლელია 7-3 გორის სასარგებლოდ. ხარკავა ორი ხელით იგებს ბურთს.
კარგად იყო. მოლიცაც წავიდა და საჩ ვერ ხედავთ იქ და კარგად ვიწევს ეს მოლი წინ. ეს კი მე მგონი ვერ გადარჩება მარტივად ეს კაცი. როგორ ჩაქცია ეს. ჩაქცევაც არის და ჩაქცევაც. გარისკა არ ვიცი. რა თქმა უნდა დამსახურებული უპირატესობა აქვს ახლა გორელებს და ერთი შანსი როგორ დაიჯახ ფეხზე დგას ისევ. რა პასი გააკეთა. ხო, მაგრამ დაადგა როგორც ჩანს ფეხი იქ. გიგის ხილაძე დროშას მაგლაცებს. მეც სხვათა შორის ესე მომეჩვენა რომ დამიწებამდე უფრო აუტში იყო ფეხი აქ 9 ნომრები ვერ არკვევენ სიტუაციას ერთმანეთში ჩაერია საქმეში გუნდის კაპიტანი. რაც არ არის რა თქმა უნდა მიზანშეწონილი. არ არის საჭირო ხა ეს ყველაფერი არ უხდება ამ სპორტს კი ბატონო ზედმეტი ლაპარაკი. და დატვირთული მომენტი გამოხდა უცებ 33 წუთზე. ნახოთ რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ვატისონი ვანგანის სარავი კი ძალიან ცუდად მოიქცა შეიძლება ითქვას მოლის ეპიზოდში. მოუხმობს ახლა ვატისონის სულხან ჩიხლაძე და საერთოდ არ გამიკვირდება თუ დაიჯება ყვითელი ბარათით. არც მე მინდა არ დაგიმალავ. ნუ ისე გაშალა ხელები ისე გაუკვირდა თითქოს რა შუაში ვარო და ეგონება რამე მოუგონა ვინმე აი კიდე გაკვირვებულია. ესეთი დაძრული და ესეთი ძლიერი მოლის აი ესე თვალშისაცემა და ესე დემონსტრაციულად ხასთან რო ყოფილიყვნენ შეიძლება ტექნიკურზე საჯარი მოლილოზე უკაცრავად მაგრამ არ იყო ესე იგი 5 მეტრიანი შიგნით და ამიტომ ეკლდა საჯარი მოლილომდე რა თქმა უნდა და არ უნდა ყოფილიყო არც ჩემი აზრით მაგრამ ნუ ყვითელი 100% ეს არ გამორჩა სულხან ჩიხლაძეს. უბრალოდ უკვე ორ-ორჯერ გააფრთხილა გუნდები არა სპორტულ შეკამათებებზე და მე მგონი შემდეგზე წესით უკვე ვინც შეხვდება გააძევოს. უფრო სიმკაცრეც შეიძლება დაჭირდეს. რას ველოდებით ახლა იქ? ცვლილება ასევე პირველ ხაზშიც ხედავთ ყაზბეგის შემადგენლობაში გამორჩა მე იმედია რაიმე ტრავმა ან რაიმე სერიოზული არ არის მათ შემადგენლობაში. უთარ მამალაძე არის შემოსული ყაზბეგის შემადგენლობაში ვის ნაცვლად აი ამის თანახვა ვერ მოვახერხე. ორი ხელით ისევ იგებენ გორელები დერეფანს, კარგი ბიძგი მიცეს, ოღონდ ყაზბეგელებმა გამოვიდა ეშელონი. მოკლებთაზე ხუციშვილი, გაჭედეს ხუციშვილი. მაგრამ მაინც ინარჩუნებს იგი ბურთს. ჩაჯდნენ ბურთზე ყაზბეგელები, რა თქმა უნდა გადამკვრელებმა ძალიან დააგვიანეს. და დამსახურებული ჯარიმა მიიღეს ახლა სტეფან წმინდის ყაზბეგმა და ლუკას ახელაშვილი თავის მხრივ ეცდება რაც შეიძლება შორს გამოვიდეს ალბათ ახლა საკუთარი
22-დან. ბაბუნაშვილი ბურთთან. მარკავას ხედავთ, რატი იყო ჟორჟოლიანი უკაცრავად მოუგო მეტოქეს დერეფანი და ჩაიტანეს ფრთაზე ბურთი. და ისევ ვერ ახერხებს ნაბოლეკა ბურთის ხელში შემაგრებას და კონტრშეტევაზე ყაზბეგელები ამჯერად. კარგად გამოშალეს ბურთი. ნახე რა კარგად გაათამაშეს. სად მოახერხა შეფიქრა. ლიბეგაშვილი ზეზეულად შებოჭეს და ჯარიმის უპირატესობაც აქვთ. სტეფან წმინდის ყაზბეგს, იქვე მორკინალები აკეთებენ დარტყმას და რამოდენიმე მეტრი მოიგეს, კარგად წაიწიეს წინ. ოლიშვილი მარცხნივ. ახობაძეს უკვე მეორედ ხედავთ მღლეტელის პოზიციაზე ყაზბეგში, ვიცით ახობაძე ფრთის მოთამაშე იყო აკადემიაშიც და შემდეგ ყოველთვის ფრთის მოთამაშე იყო, თუმცა როგორც გავიგე, უფრო ბავშვობის წლებში ხულიგანაში ირჯებოდა როგორც მღლეტავიც, ასე რომ აქვს მას ამის გამოცდილება. უპირატესობა ჰქონდათ, როგორც ეგან ლუკამ აღნიშნა ყაზბეგელებს, დაუბრუნდათ მათ ეს უპირატესობა, რა თქმა უნდა. მაღალი ბოჭვა. სამწუთ ნახევარი პირველი ტაიმის დასრულებამდე. თუ არის ტაბლო სწორი, რა თქმა უნდა, თავს ვერ დავდებ, მხოლოდ საჭს აქვს. კი, თუ მაჯის საათი და ტაბლოს საათი ერთმანეთს ემთხვევა, ყველაფერი კარგად იქნება. ორი ხელით იგებენ სტეფან წმინდელები ბურთს, დადგა მოლი. ვერ დაძრეს ყაზბეგელებმა ბურთი მოლი და გამოვიდა ბურთი ხაში, რა კარგი პასი, მაგრამ ვერ დაიკირეს ბურთი ხელში და ბიცაძე თავის მხრივ შორეული დარტყმით გამოდის, განმუხტა სიტუაცია. გასისტრაფეს ავითარებს, აქ ხედავთ გორის ფრთის მოთამაშე, თვარაძე გახლავთ ეს უკანასკნელი და აქედან ყაზბეგმაც კარგად გამოვიდა, მაგრამ ადგილზეა მამუკანინიძეც. დვალიშვილი კარგად დაიმორჩილა ბურთი, ირემაშვილი 22 შიგნიდან იყო დარტყმული და მშვენიერი დარტყმული გამოუვიდა ირემაშვილს, რა კარგად გამოვიდა, ხედავ. რა ხდება? ტაიმ პირველი ტაიმი დასრულდა. თქობა, ვავცით ცოტა, ესე იგი, დროის შეჩერებას ჩვენ შევისვენებთ 15 წუთი დაგიბრუნდებით ისე ძვირფასო გოლ შემატკივრება დარჩით ჩვენთან. 7-3 პირველი ტაიმის შემდეგ ახერხებს გორის გორი იყოს წინ. ჩვენ კი დროებით 10-15 წუთი გემშვიდობებით.
გიბრუნდებით ძვირფასო გულშემატკივრებო მეორე ტაიმით გორის გორსა და სტეფან წმინდის ყაზბეგს შორის მიმდინარე მატჩში. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არის 7-3, გორელები არიან წინ და ვიმედოვნოთ რომ უკეთესი მეორე ტაიმში შემოგთავაზებენ გუნდები და უფრო სახალისო იქნება მატჩი რიგ ეპიზოდებში. ყაზბეგელები შეიყვანენ ამჯერად ბურთს თამაშში. სულ რამოდენიმე წამში მოხდება ეს ყველაფერი. ბურთი მოუხსნეს ყაზბეგელებმა დავინახეთ აწეულ კაცს. ბაბუნაშვილი ეძალება მეტოქეს. ხილად უნდა იყოთ ბიჭებო, ხილად. აქტიურად დაიწყეს ყაზბეგელებმა მეორე ტაიმი. სახელაშვილი გამოვიდა ბურთი ხაზში. კიკინეიშვილი გამოგდება, მაგრამ ვერ დაიმორჩილეს საბოლოო ჯამში ბურთი. მოეწყობა მეორე ტაიმის პირველი შერკინება 51 წუთზე გორელები შეაგორებენ ამ შერკინებაში ბურთს. კარგი შერკინება გაიმართა, გაიტანეს ბურთი გორელებმა, სერგი ჩხაიძე შორეული დარტყმით გაგზავნის ბურთს მეტოქის ნახევრისკენ, ადგილზეა ირემაშვილი. მაღალი აბრაგანი აწია. ალიბეგაშვილი მიყვება ბურთს. როგორი კონტაქტი მიიღო იქ ირემაშვილმა, იმედია კარგად არის. რა მოხდა ვერ დავინახე. არაფერი იმის გარდა რომ დიდი შეჯახება და დარტყმა მიიღო ძლიერი. არა, მე ერისთვის დაჯარიმდნენ ყაზბეგი მაგას გულისხმობდი, ვერ დავინახე რა მოხდა. ვუყურებდი ირემაშვილს, რომელმაც ძალიან დიდი შეჯახება მიიღო ახლა. როგორც ჩანს, კობა ირემაშვილი კარგად არის და გააგრძელებს თამაშს თუ ვერ გააგრძელებს, როგორც ჩანს, ტვინის შეტყვის ტესტი ვერ გაიარა მან და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში არ უნდა მიეცა ექიმს მისთვის თამაშის გაგრძელების უფლება და ასეც იქცევა ეს უკანასკნელი შეცვლა შემოვა კობა ირემაშვილის ნაცვლად, ხოლო თამაში განახლდება ჯარიმით, რომელიც მოიპოვა გორის გორმა.
ხელის ჩარტყმისთვის ყოფილა ეს ჯარიმა. Raguelidzem urkina, მაგრამ კარგად დახვდნენ მას მეტოქის მეტოქი გუნდის მოთამაშეები. მაღალი ბოჭო აქ ბედიხაურმა გააკეთა თუ არ ვცდები. როგორ გაათამაშეს შედგენების მოთამაშეებმა ხედავთ ბურთი დაუბრუნდათ უპირატესობა. კარისკენ მიუთით ეს გორელებმა ამჯერად და მამუკანენიძე ეცდება გაზარდოს მისი გუნდის მონაგარი 10-მდე. რა თქმა უნდა, ნინიძეს არ გაჭირვებია ესეთი მარტივი დარტყმის წარმატებით შესრულება, ანგარიში გახდა 10-3. გაიმყარა პოზიცია გორმა. კიდევ ერთხელ შეიყვანენ ბურთს თამაში სტეფან წმინდის ყაზბეგის მოთამაშეები. ცენტრში მიცალება მარჯვნივ ჩხაიძე მოძებნა ვითომ კარგი დარტყმა არა მოეჭრა მას ფეხი. ფეხი რა იყო და დარტყმა ვერ განახორციელა ზუსტი და დარტყმის ადგილის გასწვრივ ექნებათ სტეფან წმინდის ყაზბეგს დერეფანი. კარგი შანსი სტეფან წმინდის ყაზბეგს განავითარონ კარგი შეტევა მეტოქის ნახევარზე. შვენიერი მოწოდებული აუტი. კარგად გაამწვავეს ყაზბეგელებმა გიგინეიშვილი. რამხელა ტერიტორია დაფარეს, ხედავთ, სწრაფად გამოაქვს ბურთი ყაზბეგის ხრიანს. რა თქმა უნდა, სამართლიანად დაისაჯა ახლა გორი ჯარიმით. უფრო მეტი მონდომება ჭირდება ბოჭავს რომ გადაგორდეს იმ ტერიტორიიდან.
კარგი დარტყმა სახელაშვილის შესრულებით ძალიან ახლოს არიან სტეფან წმინდელები მეტოქის ლელოსთან თუ მოახერხებენ ისინი კარგი მოლის აგორებას შეიძლება მიაღწიონ კიდეც საწადელს მაგრამ იქამდე ბურთი აქვთ მოსაგები დერეფანში შვენიერი ორი ხელით მოგებული აუტი შეიკრა მოლი, მოდის განდაგან მოლი. ბატონო, თვითონ წავიდნენ მიწაზე ყაზბეგის მოთამაშეები, ბურთი მათ დარჩათ და ძალიან ახლოს არიან მეტოქის ლელოს მოედნამდე და ლელო. კი ბატონო, მოახერხეს მეტოქის დალელოება. ლელოს ავტორი გახლავთ სავოიანი თუ არ ვცდები. კი ბატონო, რვიანი ყაზბეგელების რობერტ სავოიანი შვენიერი ლელოს გატანა ძალისმიერის მოახერხეს ყაზბეგელებმა 10-8 ანგარიში და სავარაუდოდ არ უნდა გაუცუდდეს ახლა ეს დარტყმა სახელაშვილს ვინაიდან ძალიან მარტივ ადგილზეა მარტივი ადგილიდან არის შესასრულებელი ბატონო, რა თქმა უნდა, ასეც არის. ანგარიში გახდა 10-10-50 წუთისთვის გაათანაბრეს ყაზბეგელებმა. და დაიძაბა უფრო მეტად ეს მატჩი ვიდრე აქამდე გახლდათ. წენიდან განახლება 50 წუთზე ყაიმი ჯერჯერობით ინიძე მაღალი ბურთი დაარტყა ისე რომ საბრძოლო იქნება თუმცა ყაზბეგის მორაგბეებმა იყო ჩაღეს და მოხსნეს ბურთი კარგად შვენივრად კი ბატონო რას მოიფიქრებენ ახლა ყაზბეგელები დვალიშვილი სავარაუდოდ თავისთვის იმზადებს ეგრეთ წოდებული ბოქს კიკის შესრულებას აპირებს ის კი ბატონო ასეც არის შვენიერი მაღალი საბრძოლო ადგილზეა ბიწაძე ვერ ახერხებს ბურთის დაჭერას და რა კონტრშეტევა ახლა ყაზბეგელებს და ვერავინ ალბათ ვერავინ ვეყარ და ეწევა ამ კაცს კი ბატონო აი ესეთი ერთი ამოსუნ თქვით ლელოს გატანა მოახერხეს დაახჩეს კერძოდ სირილო ლოვოკურო გახდათ ლელოს ავტორი ყველაფერი დაიწყო ამ მაღალი საბრძოლოდან კიდევ უფრო მანამდე კარგად მოგებული დაწყებიდან მაღალი საბრძოლო დვალიშვილის შესრულებით წუნი მერე ბურთის დაჭერაში ბიწაძისგან და დიდი სისწრაფე განავითარა საბოლოოდ ლოვოკურო მოახერხა მეტოქის დალელოება 15-10 გავიდნენ წინ პირველად ყაზბეგელები დღევანდელ მატჩში უბრალოდ მეორედ უკაცრავად მათ გახსნეს ანგარიში დღევანდელ შეხვედრაში ჯარიმით ნახოთ ამჯერად როგორ დაარტყავს სახელაშვილი. არც ეს გახლავთ მაინდა-მაინც რთული დასარტყმელი პოზიცია. წარმატებულია ეს დარტყმა 17-10 გავიდნენ ერთი გარდასახული ლელოს სხვაობით წინ ყაზბეგელები
რას მოიფიქრებენ ახლა გორელები საინტერესოა. ისევ აბრაგანი იყო ცენა განახლება თუ ალიშვილი ზაურის შიგნიდან და ალიშვილი ადგილზეა მთვარაძე. ჩააგდო ბიძაძე. დარტყმათა ბურთიც არასწორად ცუდად აუხტათ იქ სტეფან წმინდელებს. ეგრეთ წოდებული პინგ-პონგი მიმდინარეობს და უკანა ზონა არ არის სარიელი, ორი დამცველი უდგას გორის გოლს და განმოხდეს სიტუაცია მასპინძლებმა. 10 მეტრიდან წყვეტილ ხაზზე ექნება სტეფან წმინდელებს ტელეფონი. წნებოდა უკეთესადაც ალბათ ამ დარტყმის შესრულება, ვინაიდან წნეხი არ ქონდა ახლა მთვარაძეს ბევრი დრო ქონდა დარტყმის მოსამზადებლად, ცოტა შეიძლება იჩქარა კიდეც. მეტოქე ააგდებს, შეცვლები შემოდის ახლა გორის შემადგენლობაში. დავინახე ტუნი დაუ, რომელიც შეცვლის ნახოთ ვის. მამუკანინიძე გამოდის როგორც ჩანს. და იქნება რაღაც გადანაცვლებები ხაზში. თვარაძე და ნინიძე გამოვიდნენ, თამაში ჩაერთვნენ ტუნი დაუ და გელა ხელაძე. ალი ბეგაშვილი. კარგად ამწვავებენ და წინ უვარდება გიგინეიშვილს ბურთი და კონტრშეტევაზე მოდიან ახლა გორელები. გაჭედეს ჰაერში ხუციშვილი დაუბრუნდებათ გოლს კუთვნილი შერკინების უპირატესობა. ორიგი შერკინება იმედია, ყველაფერი კარგად წაგვირვა. მოვიდა შერკინება, ორივე ერთად ამოვიდნენ. ეს იყო საჯის მითითება, გამოიტანეს კარგი შეტევა. 200 სივრცეშია ახლა ჯობავა. ხაშიბურთი ხურცილავა შემოვარდა, მაგრამ კარგად მოახერხეს მის შეჩერება, ინახავენ რა აქვს გორელები. კიდევ მარცხენა ფლანგს გაწურავენ ახლა ისინი და ბურთი და შეგორება სადაც დაიცავენ თავს. კი ბატონო, არ გაჭირვებია ახლა ახობაძეს ამ ბურთის დამიწება და ჩათვლის მოედნიდან არეკნით გამოვლენ სტეფან წმინდელები, ბურთი აქვს თვალიშვილს. მაგრამ გადაიფიქრა სწრაფად გამოტანა და დაუტოვა თანაგუნდელს სახენაშვილს. კარგი შორეული დარტყმა. ტუნი დაუბურთან. ძალიან დაკარგა სისწრაფე. კაი ბოჭო. ბაბუნაშვილის შესრულებით შეუნელდათ გორელებს შეტევა
ო ხელა ზებურთან და აუტის კარში ურტყავენ გორელები. პრაგმატულად. სამი ქულის მოხვეჭას და ანგარიშის 4-მდე შემცირებას ეცდებიან ახლა გორელები. ხელაძე ესება ყოველივეს გაკეთებას დასარტყმელი პოზიცია საშუალო სირთულის მე ვიტყოდი ვნახოთ როგორ შეძლებს ის დარტყმის შესრულებას 10 დაბურთი კარს ვერ მოახერხა ხელაძემ სამი ქულის მოპოვება 22 მეტრიანი ხაზიდან თავის მხრივ გამოვლენ ახლა ყაზბეგელები და შევხედავთ ახლა როგორ გაგრძელდება. ისე ფეხით თამაში იქით აქეთ. თვანეთში ამას არ შეეძლო თამაში და ვნახოთ რა მოხდება ჩხაიძე და ალიბეგაშვილი მირბია. ჩხაიძეს ჩაუვარდა საბოლოო ჯამში ბურთი და იქ კარგი კოჭა გააკეთეს გორელებმა. და მხრის მირტყმაო ჯარიმა დაჯარებდნენ იქ გორელები. საბოლოო ჯამში ისევ გორელებს დარჩათ ბურთი. შეუშალეს ძალიან ხელი მეტოქეს და მოიპოვეს კიდეც ეს როგორც ლიერად ურქინა 22 მეტრიან ზონასთან არიან ზედ. და ჩაჭრის მცდელობა ჰქონდათ იქ. ბატონო. ვერ ვიტყვით რომ ჯარიმა იყო, მაგრამ ეხით ძლიერი დარტყმით ჩხაიძე, შვენიერი დარტყმული გამოუვიდა ჩხაიძეს.
ვერაფერს დაუწუნებს სახელაშვილი ბურთთან. რას იზავს სახელაშვილი, რა თქმა უნდა, აუტისკენ და ცუდად გამოუვიდა მას დარტყმა. კიდევ ერთი შანსი გორელებს კარგი შეტევის წამოსაწყებად. ვეღარ ითმენენ გოლის შეცვლები, ისე ჩქარებად შესვლა. პირველ ხაზში და მესამე ხაზში განახორციელებენ როგორც ჩანს ისინი ამ შეცვლას. კი ბატონო, მოედანზე შემოვიდა წივწივაძე და სამყურაშვილი, კი ბატონო. ორი ხელით იგებს გალდავაბურს და დააყენეს მოლი გორელებმა. რა კარგად დაიცვეს ეს მოლი ყაზბეგელებმა და ვის დარჩა ბურთი. როგორც ჩანს ყაზბეგისკენ არის თავისუფალი. გულს შემატკივრობენ, როგორც ჩანს. ბროძელით შემოსულა ამასობაში გორელების შემადგენლობაში. რა კარგი პასი და ჯობავა ფთაზე. გარბის ჯობავა გასტაყვა ფერს და ალიბეგაშვილმა თავგანწირვა გამოიჩინა და შებოჭა მოწინააღმდეგეს რამოდენიმე მეტრი ადრიათ. ასრულეს ბოჭვა ყაზბეგელებმა, აღარ მეგონა თუ რამე გადაარჩენდა მათ ახლა მიღებულ ლელოს. სახიფათო არის ეს შეტევა. და პატარა გადაკიდება. ცოტა დააკლდათ. კიდევ ერთხელ ცოტა აკლდება გორს. უპირატესობა არაფრის არ ქონდათ გორელებს, როგორც ჩანს და იქნება 22-დან განახლება ყაზბეგელები შეიყვანენ ბურთს თამაშში. შემოსულა ხულელიძეს ყაზბეგის შემადგენლობაში. მოკლედ ბევრი შეცვლაზე შემოსული მოთამაშე ყავს უკვე მოედანზე. ბიწაძე მაღალი საბრძოლო მიყვება ბურთს ტუნიდაო. რას მოიმოქმედებენ გორელები? წავლენ კარისკენ თუ წავლენ აუტისკენ? როგორც ჩანს აუტისკენ არის მათი მიმართულება. ელახელაძე. ძალიან რთული ადგილი იყო ახლა აუტში გადასასვლელად, ძალიან მახვილი იყო კუთხე, მაგრამ მიუახლოვდნენ გორელები 22 მეტრიან ხაზს ნეტოქის. დასკვნით 10 წუთში შევალთ სულ მალე, ცოტა უფრო ცოტა დრო რჩება მატჩის დასრულებამდე. ანგარიში ისეთია, რომ ორივე გუნდი თამაშია აშკარად, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კარგი შესვლა და კარგი ბოჭვა, თამაშგარის უპირატესობა აქვს გორს კიდევ. და პასი არავის. გალდავა. კარგი კონტაქტით დაახვედრეს გალდავას. ყველაზე დიდი კაცია არჩია გალდავა მას დასაჯახებლად. წივწივაძე ბურთთან.
აი ესე უმისამართოდ ისვრიან გორელები ბურთს. ეს გორში, შარშან გორში ირჯებოდა ნამდვილად. მან ყველანი ჩვენიანები არიან. ორივე მხარე მორაგბეები არიან. გიგა გრიგალაშვილი შარშან გორში თამაშობდა და განსაკუთრებულად ეწყინათ როგორც ჩანს ყოფილ თანაგუნდელებს მისგან ეს ბოჭვა. ისევ აუტისკენ ბროძელი ამჯერად. ძალიან ახლოს მივიდნენ ამჯერად უკვე გორელები მეტოქის 15-იანთან, ჩათვლის მოედანთან უკაცრავად. ნახოთ რას მოიფიქრებენ ამჯერად ისინი. პირველ რიგში ბურთი უნდა მოიგონ და მერე უნდა შეინახონ კარგად ეს ბურთი. ბევრი უმისამართო გადაგდება ვნახეთ ბოლო შეტევაში მათი მხრიდან. დაიძრა მოლი. კარგად გამოიტანეს ბურთი უკან გორელებმა, მაგრამ კარგად იცავს ასევე ყაზბეგი. და პიმელექი ნაბოლეკა ახერხებს დაალელოვოს მეტოქე რასის სტრაფეში შევარდა დავინახეთ. პირდაპირ ძელის ქვეშ მოახერხა მან ბურთის დამიწება, ანგარიში გახდა 15-17 და კარგად გარდასახულის შესრულების შემთხვევაში ისევ საყაიმო გახდება ანგარიში 17-17. აქედან მივცემ თავს უფლებას და ვიტყოდი რომ მეც კი მოვახერხებდი ბურთის კარში მოთავსებას, არ გაუჭირდა ასევე არც გელახელაძეს ამის გაკეთება და ანგარიშია 17-17. ძალიან დრამატული ბოლო წუთები გველოდება როგორც ჩანს ამ მატჩის, ისევე როგორც წინა მატჩში ქუთაისის აიასა და თბილისის ხვამს შორის, რომელიც შედგა. კაცმა არ იცის როგორ დასრულდება ეს მატჩი. სრულ დრამატიზმამდე მივა როგორც ჩანს შოთა დღევანდელი შეხვედრა. ეგეთი პირი უჩანს. გადაცდა ბურთი და გალდავა ბურთი. ისევ დერეფნის დიდი სივრცე გორელებს. პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა ბურთი ალიბეგაშვილს. კარგად შეიკავა თავი რომ არ გამოსულიყო 22-დან ალიბეგაშვილი. რა დარტყმა გამოუვიდა ალიბეგაშვილს ხედავთ, არ ვიცი ხმა ალბათ მაყურებელსაც ესმის, სმესტა არ ყოფილა, იმიტომ რომ აშკარად 22-ში დაიჭირა ბურთი ალიბეგაშვილმა, არ გამოუდგავს ფეხი 22-დან, ისე დაარტყა საკმაოდ დიდი და მაგარი დარტყმული გამოუვიდა ალიბეგაშვილს. ბროძელი ბურთით გამოვიდა, ხელაძე მაღალი საბრძოლო და მიყვებიან და რას მიყვებიან გორელები. თუმცა ვერ მიუსწრეს, ამჯერად ვერ ივარგა მთლად კარგად ალიბეგაშვილმა. კიდევ ერთხელ უვარდება მას ბურთი. ახმაურდა ვნებათა ღელვა მთელი ტრიბუნაც სწორედ მაგისთვის არის რომ უნდა ახმაურდეს რაც უფრო მეტი ხალხი მოვა და რაც უფრო მეტი ხალხი იხმაურებს მით უკეთესი ჩვენი ჩემპიონატისთვის.
დვალიშვილი. ცოტა დააკლა ახლა ბროძელს დაფარებამდე. რვა წუთი დაახლოებით, თუმცა თავს ვერ დავდებ. იმიტომ რომ პირველ ტაიმში ვნახეთ რომ 10-დან საჯის და ტაბლოს რო ერთმანეთს, ამ შემთხვევაშიც არ ვიცი ზუსტად რამდენია დარჩენილი. რისვაი ვაგლახით მოახერხეთ გორელებმა. კი ბატონო, წინ ვარდნოთ. და 8 წუთი თამაში დასრულებამდე საბოლოო შევნახოთ. შეიძლება ნაკლები. ხო, ნუ საჯის-მაჯის საათი და ახლა მნიშვნელოვანი შერკინება ნამდვილად როგორც მოწოდებებიდან თხოვენ გორელებს უნდა მიაწვნენ ისინი, მაგრამ მოიხსენებათ რომ ძალიან რთულია მეტოქეს თავის შერკინებაში მიაწვე, თან ისე რომ იმანაც ბურთის გატანაც ვერ მოგასწროს თუ დაიჩაგრა. ამიტომ ნახოთ რა მოხდება, საინტერესოა. მაიკა აქ როგორც ჩანს გახეული. ელდარ პატარაიამ გამოიცვალა მაიკა. ნახოთ ეს მაიკის გამოსვლა თუ დაალაგებს ახლა შერკინებაში ცოტა ვითარებას და გახდის უფრო სტაბილურს. ძალიან სწრაფად გაიტანეს ყაზბეგის მორაგბეებმა ხელდახელს უკან კიდევ ერთი წინ თამაში მორიგი შერკინება გვექნება. ძალიან დრამატულობისკენ მიდის ეს ყველაფერი. ნახოთ ერთი ოქმის მიხედვით დრო რამდენია დარჩენილი. 6 წუთი. აღარ გვითხრეს 6 წუთი რა. ეგრე 74 წერია. ოქში 76-ია ჩვენს ტელეეკრანზე. ანუ ასე თუ ისე სწორად მიყვება ტაბლოს დროს. კი ბატონო. აი ახლა ყაზბეგის შერკინებას მართებს რომ გაიღოს ყველაფერი იმისთვის რომ არ დაჯარიმდეს ამ შერკინებაში. როგორც ჩანს არ მოეწონა სულხან შიხლაძეს, რომელიც სწორედ იმ მხარეს იდგა, საიდანაც დაიძრა შერკინება და როგორც ჩანს პირველ ხაზელები არც ერთი გუნდის სწორად არ აწვებოდნენ, მოდიოდნენ შიგნით, როგორც საჯის ჟესტიდან ჩანს და ამიტომ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში არ დაჯარიმდება, ვერ მიიღებს სარგებელს ვერც ერთი გუნდი და გადაეწყობა შერკინება, რაც მოხდა და მოუწევთ თავიდან ახლა წვალება შერკინების მოთამაშეებს.
აბა ვნახოთ. კი ბატონო, მეც ეგრე დავინახე თითქოს. წივწივაძე კარგად მოდის. ნუ ამ ბურთს ესე როგორ კარგავენ წამდა უნწონ ვერ გავიგე. აი ახლა სავარაუდოდ ხელაძის ნერვების გამოცდა იქნება თუ მიუთითებენ გორელები კარისკენ. არ არის მარტივი პოზიცია დასარტყმელად, მით უმეტეს, როდესაც თამაშის გადამწყვეტი ჯარიმაც კი შეიძლება იყოს, ამას პოზიციას და ადგილს ემატება ფსიქოლოგიური წნეხი ამ დროს. ვნახოთ როგორ გაართმევს ამ ყველაფერს გელა ხელაძე თავს. მორბენი ვერა კიდევ ერთი დარტყმა გაუცვლდა მის და სამწუხაროდ გელა ხელაძეს. ანგარიში კვლავ უცვლელია და სულ რაღაც წუთი ნახევარი რჩება მატჩის დასრულებამდე. ისე არც ფრე იქნებოდა ურიგო ესეთი მატჩისთვის, არც ერთ გუნდს ტოლი არ დაუდია ერთმანეთისთვის. ნამდვილად ორივე ბოლომდე დაიხარჯა, ორივე ვაჟკაც სურათი იბრძვის, თუმცა ჯერ კიდევ არის ცოტა დრო დარჩენილი. თავარი ხა ვინ გაძლებს ისე რომ შეცდომა ნაკლები დაუშვას, დისციპლინას მოერიოს თავის თავში, წესი არ დაარღვიოს და მოკლედ ბოლომდე გასტანოს. აი დაცვა იყო ახლა ყაზბეგის შესრულებით, ვერაფერი ვეღარ გაახერხეს გორელებმა, ამოვიდნენ საკუთარ ნახევარზე. ეს ბურთი თუ გადავა, არა, ადგილზე ალი ბეგაშვილი. და წინ და შორი დატყვით გამოდის და აი კიდევ ერთი შანსი გორის გორს. ალბათ კიდევ ერთი და ბოლოც თუ დროით ვიმსჯელებთ. ბოლოკაძე კარგად მოახერხეს ბურთის მოგება გორელებმა და აყენეს მოლი, მაგრამ ვერ ახერხებს ეს მოლი წინსვლას. ბურთს თუ აკონტროლებენ თავარი ეგ არის ხა გორელები, როგორც ჩანს კი ბატონო უკან არის ბურთი. გამოვიდა საბოლოო ჯამში ხაზზე. აბოლენკა მე რამდენად ამწავებს უკვე ესე თამაშს ხედავთ. კარგად წევენი სტეპან წმინდელები ხაზ დაცვაში ვაჟკაც სურათ ითამაშეს. თუმცა უნდა ვთქვათ ისიც რომ გორელებიც ვერ გამოირჩევიან ისეთი შეტევით რომ შეუქმნან პრობლემები დიდი მეტოქე გუნდს. ჩხაიძე კარგად დგას ფეხზე. კარგად იცავს, ხედავთ ყაზბეგი. საიდან გაძვრა ბიწაძე? ალი ბეგაშვილს ყოჩა კარგი ბოჭვა გააკეთა ბიწაძეს ხო საერთოდ მონახა იქ რა მომენტი იყო ახლა და ძალიან გამწვავდა ეს შეტევა. არაფრიდან უბრალო უყურადღებობით ისარგებლა მან ბიწაძემ მეტოქის. იციან ახლა ყაზბეგლებმა რომ ჯარიმა წყვიტავს თამაშს. გაუმართლათ ახლა გორელებს რომ ბურთი უკან დაუვარდა და არა წინ მათ მოთამაშეს. ერთი შეცდომა წყვიტავს თამაშს. ისო ბიწაძე
გუნდის კაპიტანი ეძალება. გოგოლიძე. წივწივაძე. ამოაგდო ბურთი და ლელოს გატანა სახერხებს აპიმელექი ნაბოლენკა გასულ დროზე დუბლი მისი შესრულებით და გადამწყვეტი ლელოც მისი შესრულებით გადის გასულ დროზე გორი ახერხებს მეტოქის დალილოვებას და გადის წინ და იგებს კიდეც ამ ძალიან დრამატულ მატჩს. ხედავთ რა დაღლილები არიან ორივე გუნდის მოთამაშეები. გამახსენა საქართველოს ფიჯის თამაში სხვათა შორის, სადაც ორივე გუნდი ძალიან დაიღალა, ის შევადარე ხა მეც. მე არ უნდა გამახსენო ხოლმე თამაში ხო ის. და როგორ დრო, არ ვიცი, ამოწურულია დრო სავარაუდოდ ამოწურული გასულია. კაი ხანია 80 დაეწერა უკვე. დიდი წვლილი აქვს ნიკა ბიწაძეს ამ გამარჯვებაში ისევე როგორც მის თანაგუნდელებს. ბოლო შეტევას გულისხმობდი ამ შემთხვევაში გარდასახვაც წარმატებულია 24-7 ახერხებს გორი დაამარცხა სტეფანწმინდის ყაზბეგი მოიპოვეს გორელებმა სეზონის პირველი გამარჯვება პირდაპირ ვიზავისთან მაგრამ არც ყაზბეგლებს დაუკლიათ რამე ამ თამაში მაგრამ სპორტია ხან მოიგებ ხან წააგებ შეგვიძლია მიულოცოთ გორს უსურვოთ ორივე გუნდს წარმატება დარჩენილ სეზონში ჩვენ კი ამით გემშვიდობები დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან რეპორტაჟები გაგრძელდება დღეს ესე იგი რელაივით არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის მატჩი შემოგთავაზებთ ხვალ კი ამ ტურის ბოლო ორი მატჩი რომელიც შედგება რუსთავსა და პირველი მატჩი რუსთავსა და არეს შორის ხოლო შემდეგ ითამაშებენ ციკარა და არმია ამიტომ დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან კარგად ბრძანდებოდეთ კარგად